მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, მე ამ გადაცემის წამყვანი ნინო ჭიფჩიური ვარ. Დღეს უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ მძიმე და შეიძლება ითქვას საკმაოდ ცინიკურ მექანიზმზე, რაც კი ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს არის შიშის პროპაგანდა. ალბათ ყველას ხსმენია მსგავსი ნარატივები. ომი გინდათ, რუსეთმა თუ მოინდომა 1 საათში გაგვაქრობს. ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე შემდეგ. უკვე წლებია გვიმტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის ნაწილს, ყველას, ვინც რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. რეალურად რა იმალება ამ ნარატივების უკან და საიდან მომდინარეობს ის, ბევრი ალბათ ვერ არც დაფიქრებულა, ვისაც ამის დღემდე სჯერა. საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოში მეორე ფრონტის გეგმა არსებობს ან არსებობდა, არასოდეს დამყარებულა ფაქტებზე. ის ძირითადად ეფუძნება პოლიტიკურ სარჩელს და პროპაგანდისტულ განცხადებებს. საქართველოს ჩათრევა იმ ომში. საქართველოს ჩააბან ომში. პროვოცირება მეორე ფრონტის. რომელსაც უნდათ ომი. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერახოთ ბალტიის პირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. თუ კი ვინმე ნამდვილად თვლის, რომ საქართველოს ასეთი მასშტაბური გამოწვევების წინაშე დგას, რეალურად დოკუმენტალურად არის ამაზე სადმე საუბარი. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშებში, სადაც ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, რა გამოწვევები და პრობლემები აქვს უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას. ან რატომ აღარ განახლებულა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, მაგალითად ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა. რატომ არ გვაქვს უახლესი საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ გვიჩვენებდა იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი. ამ დროს 2016 წელს გავუვიდა ვადა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და ამის შემდეგ თანდათანობით 17-ში 18-ში გავუვიდა ვადა სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებსაც, მათ შორის საფრთხეების შეფასების დოკუმენტს და სხვა და ამ წუთის მდგომარეობით 2025 წელია პარლამენტს არ დაუმტკიცებია არც ერთი სხვა აქტი, არ გვაქვს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული არც ერთი სხვა აქტი. ამოღებულია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმართ, ანუ ხელისშემშლელი განცხადებები აღარ არის ეროვნული უსაფრთხოების რისკი. რუსეთთან მიმართებით გამქრალია ის მკაცრი რიტორიკა, რაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებში მოხსენებული. ჩვენი ვიქეცით ერთგვარ საცდელველად რუსი ჰაკერებისთვის და 1000 სხვა აქტორისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე იყენებს ჩვენ სიტუაციას, ჩვენ დაუცველობას, ჩვენ სისუსტეებს და ფაქტიურად რა პროგრამებიც არსებობდა ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ისიც აღარ არის. დაიწყეს манипуლირება შიშით და აქცენტის კეთება იმაზე, რომ თურმე მტერი არის მეგობარი, ანუ რუსეთი ჩვენთვის საფრთხე კი არ არის, არამედ არის მეგობარი, რომ ჩვენი მტრებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ ხვალ არ მოგვკლას. ანუ ეს არის ყველაზე პრიმიტიული პროპაგანდა და ამ დროს ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ჩვენთანმა ერთმანეთს და ჩვენ თავს ვკითხოთ, რატო აკეთებენ ამას. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ ხომ არა, რომ საზოგადოებაში შიში და დაძაბულობა დათესონ, რადგან კარგად იციან, რომ პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი სწორედ შიშით манипуლირებაა. როდესაც გვეუბნებიან, რომ თუ ამას არ გააკეთებ, ომი დაიწყება, ვიდრე მის მსჯელობას ეჭქვეშ დააყენებ, მანამდე მოდის შიში. ხომ არ გეცნობათ სიტუაცია? ხალხს დააჯერეს, რომ უნდა ეშინოდეთ და ამ შიში დარჩნენ მართველი პარტიის მძევლები. ახლა რაც შეეხება მშვიდობასა და სტაბილურობას, მანამდე კიდევ ერთხელ განსაზღვროთ, რა არის ომის მთავარი მიზანი. ომის მთავარი მიზანია კონკრეტულ ქვეყანაში კონტროლის მოპოვება. როდესაც გვეუბნებიან, რომ მთავარი მშვიდობაა, გრძნობთ თავს დღეს მშვიდად და უსაფრთხოდ. სხვადასხვა ჩეჩნეთშიც არის მშვიდობა, თუმცა ეს ხალხი უკრაინაში იღუპება. ასე რომ თუ ფიქრობ, რომ ქვეყანაში რაც ხდება შენ არ გეხება და აქ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და ამბობ, რომ პოლიტიკაში არ ერევი, სულ რამდენიმე წელში თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკა თავად ჩაერევა შენ ცხოვრებაში თანაც ძალიან მტკივნეულად. ასე რომ ვიდრე გვიანი არ არის, დაფიქრდი. რას უმზადებ საკუთარ შვილებს? მშვიდობას თუ საკუთარი სიცოცხლის გაწირვას რუსეთის ომებში? გადაცემის ამ ნაწილში გვერდება ფაქტმეტრის მთავარი რედაქტორი მალხაზ რეხვიაშვილი. მოგესალმებით მალხაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან და ვსაუბრობთ მნიშვნელოვან საკითხზე და ვფიქრობთ რომ იქნება ეს გარკვეული ინფორმაცია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სჯერათ, თქვათ, იმ დეზინფორმაციის და იმ ნარატივების, რასაც ავრცელებენ მათ თემში, ქალაქში თუ სოფელში. ეს ეხება ომის შიშის პროპაგანდას. ჩვენ ნახეთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით იყო ამ თემაზე აქცენტები გაკეთებული, ჩვენ რეგიონში განსაკუთრებით და საზოგადოებას ჰქონდა იმის განცდა, რომ თუ მაგალითად ხელისუფლება შეიცვლებოდა, ამ ქვეყანაში დაიწყებოდა ომი და მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის პარალელურად იყო ასევე გაჟღერებული სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, არა მხოლოდ თქვათ მაღალჩინოსნების მხრიდან მოდიოდა, ეს ეხებოდა ასევე
რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ამ საკითხს. რეალურად რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენ მაყურებელს, რისთვის გაკეთდა ეს? მოდი აქედან დავიწყოთ, რა იყო ამ მთავარი მიზანი ამ ნარატივის გავრცელების, რას ემსახურებოდა და რა შედეგი მივიღეთ აი ამ პროპაგანდის ასე აქტიურად გავრცელების შედეგად. პირველ რიგში მადლობა ნინო მოწვევისთვის, მიესალმებით მაყურებელსაც. ომის პროპაგანდა ზოგადად არ არის ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, სადაც ხელისუფლებამ რომელიც დაადგა ანტიდემოკრატიულ გზას მიმართა ომის პროპაგანდას. იმიტომ რომ ომი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რისიც ადამიანს ეშინია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ეს არის საზოგადოება, რომელსაც ომის გამოცდილება აქვს, მას ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა გვაქვს მთელ ქვეყანას ომის გამო, ეს შიში არსად არ წასულა და თან ბოლო 30-40 წლის განმავლობაში რამდენჯერ ვიომეთ, ხო? იმისთვის რომ რაღაცა თავისუფალ ქვეყანად დარჩენილიყავით. და ეს ტრავმები არსად არ წასულა და სწორედ ამ ტრავმების ინსტრუმენტალიზება ცადა საქართველოს ხელისუფლება. ოღონდ ის არ არის პირველი, ხო? მე მაგალითად მახსოვს 2018 წელს ვესაუბრებოდი ჩემს კოლეგებს ახლო აღმოსავლეთიდან და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, აი ყირგიზეთი, ყაზახეთი და ასე შემდეგ და ხუმრობდნენ ხოლმე, რომ აი ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდა ყოველ არჩევნებზე არისო, რუსულ სიტყვას ვიტყვი და შემდეგ ვთარგმნი, მალავა მირნაი ნება ნადგალავოი. ანუ ცოტაა მშვიდობიანი ცა რო გაქვთ, ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდა ყაზახეთში, მაგალითად არჩევნებზე, ყირგიზეთში არჩევნებზე, ტაჯიკეთში არჩევნებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს საზოგადოებებიც იყო პოსტ ომის პერიოდში მცხოვრები საზოგადოებები, რომელსაც თავისი თვალით ნანახი ნგრევა და ომი, შემდგომ აი ეს არეულობა, ეს 90-იანების არეულობა, როცა შეუმდგარი სახელმწიფო ეგრეთ წოდებული failed state ვიყავით, ეს მარტო ჩვენი რაღაცა ექსკლუზიური მონოპოლარი ხო არა, ეს საერთოა საბჭოთა კავშირის ნგრევის მერე თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, ეს არამშვიდობიანობის გამოცდილება ამ საზოგადოებას აქვს. საქართველოს ხელისუფლება არ იყო გამომგონებელი ამ ნაწილში, მან იცოდა, რომ ეს პროპაგანდა სხვაგან მუშაობდა უკვე წარმატებით და მას შეეძლო მისი გადმოტანა უბრალოდ საქართველოში. ამასთან ერთსაც დავამატებდი ბარემ ამ ომის საკითხს. ომი ისევე როგორც სხვა დიდი კრიზისები, როგორიცაა მაგალითად პანდემია, რაღაცა მაგალითად ზომბი აპოკალიფსი რო დაიწყოს ხო ქვეყანაში. აი ეგეთი დიდი გამოწვევები, რაღაცა დამანგრეველი, რომელიც სიცოცხლეს ეხება, ჯანმრთელობას ეხება და ასე შემდეგ, ძირითადად არის ხალხის გამაერთიანებელი და ეს გაერთიანება ხდება იმ მომენტში ძალაუფლებაში მყოფი ძალის ირგვლივ. იმიტომ რომ ბუნებრივია, ხო ეხა ხვალ რომ ქართულ ოცნებას მიღებული აქვს კანონი, რომლითაც უნდა რომ ნახევარი თუ მთელი არა სამოქალაქო სექტორი დაგვიჭიროს, მაგრამ ხვალ რომ ამ ქვეყანაში რა ვიცი რუსები შემოიჭრან, რადგან შემოიჭრან, ხვალ რომ ამ ქვეყანაში ვიღაცა შემოიჭრას და ამ ქვეყანაში საომარი იყოს, ყველა დავდგებით ქართული ოცნების გვერდით და მათთან ერთად ვეცდებით რაღაცა ქვეყნის გადარჩენას. ხო, იმიტომ რომ ეს ომს ეგ ბუნებრივი თვისებაა. ყველას უბრალოდ უმრავლესობას იწყებს, რომ ეს უმრავლესობა დარაზმოს რაღაცა ცენტრის ირგვლივ და ეს ასევე ფსიქოლოგიური ასპექტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ქართული ოცნების მათს არ მოუგონიათ, გადმოიღეს და დანერგეს. ასე რომ აი ამას ვხედავთ ეხლა ჩვენ რაღაცა გამოცდილება, ფსიქოლოგიური მექანიზმების ცოდნა, განსაკუთრებით რაღაცა სოციალური ფსიქოლოგია, ერთი არის ადამიანი როგორ ფიქრობს, როცა ის მარტოა თავის თავთან, მეორე არის საზოგადოებას როგორი ფიქრი და აზროვნების პროცესი ახასიათებს, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა მართველმა ძალამ და თან ძალიან სამწუხარო, შეიძლება სამარცხვინოც კი ინსტრუმენტალიზება ადამიანების ტრავმის. მე 30 წლისა ვარ და ომი მაქვს უკვე ნანახი და თან დევნილი ვარ და აფხაზეთის ომი ჩემი ოჯახის გამოცდილებაა და ასეთ ადამიანებს, როდესაც ეუბნები, რომ მე თუ არ ვიქენი, ისევ ის იქნება, რამაც შენ გაგაღარიბა უსახლკაროდ დაგტოვა შენი ახლობლები დახოცა და შენ შემთხვევით გადარჩი. როცა ამას ეუბნები ადამიანს, ეს არის შანტაჟი, რაც არ შეიძლება რაღაცა მორალური კატეგორიებით რო შევაფასოთ, ამორალურია უბრალოდ ამგვარი პროპაგანდის წარმოება.
მალხას, აქვე ჩაგეკითხები, რა გაკეთდა ან რა კეთდება იმისთვის, რომ ამ პროპაგანდას გარკვეულად რაღაც კონტრარგუმენტები დაუპირისპიროთ. გასაგებია ეს მედია წიგნიერების თემა, არაერთი ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ, მაგრამ ისევ არის პრობლემა რეალურად. რა არის გასაკეთებელი, რას ფიქრობ და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათთვის გასაგებენაზე, როგორ უნდა ავუხსნოთ, რომ ეს არის პროპაგანდა უბრალოდ და ეს არის ნარატივი რუსეთის თქვათ ჯგუფებიდან, მართული ჯგუფებიდან მომდინარე, რასაც საქართველოში ესე მიზანმიმართულად ავრცელებენ. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ იმის განცდა, როცა ყოველდღიურად უყურებენ ამ შეიარაღებულ ჯარისკაცებს, რომ ხვალზე უკვე პირისპირ უყურებენ საფრთხეს და შესაძლოა რომ მათთვის გაუარესდეს მდგომარეობა. სინამდვილეში რაშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, არის იგივე ცხოვრობენ სრულ დილემაში, ხო? მაგალითად გვეუბნებიან, რომ ომი გინდათ, ან ომის არ გიშინია და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სრულ დილემაში. სინამდვილეში ჩვენ არჩევანს ომსა და მშვიდობას ან რაღაცა თავისუფლებას და ომს შორის კი არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ახლა არჩევანს მარტო ვიქნებით თუ არა, როდესაც საქართველოს ეგზისტენციალურ გამოწვევა დაუდგება. ეხლა იმის თქმა, რომ საქართველოს ეგზისტენციალურ გამოწვევა არ დაუდგება იმის გამო, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრობ. შეუძლებელია. ყოველ ადამიანს ვერ ეტყვი, რომ არა, ეს საფრთხე არ არსებობს. ეს საფრთხე როგორ არ არსებობს? რუსეთი ამ საფრთხის მართვა არის შეუძლებელი. ანუ ვინც გეუბნებათ, რომ მე თუ ხელისუფლებაში ვიქნები, ომი არ იქნება, ის გატყუებთ. იმიტომ რომ ამის გარანტიის აღება საქართველოს ომი არ იქნება, არავის არ შეუძლია. ეგ რანაირი არის საბჭოთა კავშირი რო შეიჭრა დამოუკიდებელ საქართველოში რა ჟორდანიის მთავრობას ომი უნდოდა და მაგდო შემოიჭრა, ანუ ნეიტრალიტეტზე არ მოუწერა ხელი, ჯარების განთავსებაზე უარი არ თქვა ბრიტანეთთან, თუ აი რა პირობა არ დააკმაყოფილა. ერეკლე მეორემ რომ გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი და მეფობა რო დაკანონდა და არავინ მეფეს არ უნდა შეხებოდა რა, რამე დავარღვიეთ ჩვენ წანისის ბრძოლამდე და იმიტომ აღარ დავიხმარნენ, თუ მეფობა რო გაგვიუქმეს, მაშინ დავარღვიეთ რამე და ისევ ჩვენი ბრალი იყო რომ მეფობა გაგვიუქმეს. ხო, ანუ აქ საკითხი ასე არ დგას, არსებობს თუ არა საფრთხე რუსეთი. რუსეთი საფრთხეა და ის ყოველთვის იქნება იქ, სადაც არის. სამწუხაროდ შეუძლებელია რომ რუსეთის ადგილას იყოს ერთი დიდი ოკეანე. მაგრამ თუ რუსეთი იქ არის, სადაც არის, შენ როგორ იქცევი, რომ თუ ეგზისტენციალურ გამოწვევა დაგიდგა, მარტო არ იქნება. და ჩვენ რასაც ხედავთ ახლა არის, რომ მუდმივად ქართული ოცნება დგამს ნაბიჯებს, რომლის პირობებშიც ყველაფერი კეთდება, რომ ამ გამოწვევის წინაშე თუ აღმოჩნდეთ მარტო. როცა ეუბნებიან, რომ საფრთხე არსებობს და ამაზე თუ თქვათ არ იქნება ლოიალური დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო დაიძაბება სიტუაცია. და ამ საფრთხეს ვინ მართავს? ანუ ბოდიში ნინო გაგაწყვეტინე კითხვას, მესმის რას კითხვა. და ან მოკლედ რუსეთს უნდა ჩვენთან ომი და მამუკა მდინარაძეა ვინც მას აკავებს? ანუ ეს არის ლოგიკა, რომ აი მამუკა მდინარაძე თუ არ იქნა რუსეთს შემოიჭრება, ანუ რუსეთს ესე იგი ლოგიკა რა არის? რუსეთს ახლა უნდა ჩვენთან შემოჭრა და მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე არიან საქართველოს მშვიდობის გარანტი. ერთი სცენარი ესაა. მეორე სცენარი არის, რომ რუსეთს კი არ უნდა შემოჭრა, ჩვენ ვაპირებთ იქით შეჭრას და სანქტ-პეტერბურგის აღებას, ხო? ეს ხო უბრალოდ ტყუილი, არავის ომი არ უნდა, ანუ ამ ქვეყანაში არ არსებობს. არც ერთი ადამიანი. მეორე მხარე არის, რომ ვიღაცას უნდა ომი ისეც, ვინც ხელისუფლებაში არ არის და უნდა რომ მოვიდეს და იონოს. ხო, ეს ხო მეორე სიგიჟა, ვის უნდა ომი? ანუ ეს რანაირი ბრალდება, ხმე რო ვიღაცა მითხრას ომი გინდაო, მთელი ცხოვრება დევნილობაში ცხოვრობ, მარტო ეკონომიკურ, სოციალური კატასტროფული ზიანი, რაც ჩემს ოჯახს ომმა მიაყენა, იქიდან ამოსვლას ეხაც არა ვარ ბოლომდე ამოს როგორ შეიძლება მე ომი მინდოდეს და ვინმე მე გდამაბრალოს. ხო, ჩვენ ხო რეალურ ადამიანებზე უნდა ვისაუბროთ, აქ ხო იმაზე არ ვსაუბრობ, მე რომ ბოტებს და ტროლებს ქირავენ და გამრუდებულ რეალობას ქმნიან სოციალურ სივრცეში. ჩვენ ხო რეალურ ადამიანებს უნდა ვისაუბროთ. ამ ადამიანებს ატყუებენ უბრალოდ რომ ვიღაცას ომი უნდა. სინამდვილეში ომი არავის არ უნდა და სინამდვილეში მშვიდობა რო არის, ეს ხელისუფლება რას აკეთებს, რომ ის არის, ვისაც მშვიდობა აქვს. ეს ხდება საქართველოსგან დამოუკიდებლად. საქართველოს ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, თუ რუსეთს ომი ენდომება, ის იქნება. სხვა მხრივ ომი გინდათ რანაირი კითხვაა, ჩაი ხო არა რომ კი, ორი ფინჯანი გადმოვიღო, ხო, ომი გინდათ მართლა რანაირი კითხვა. არავის ომი არ უნდა. და სინამდვილეში ქართული ოცნება რაც საკეთებს არის, რომ გვაშანტაჟებს ომის საკითხით ადამიანებს, რომლებსაც მათ შორის
მენტალური ტრავმები აქვს შემორჩენილი წინა ომებიდან, რომელიც ამ ქვეყანას თუმცა ჩვენ ვესაუბრებით ყოველდღურად დევნილ მოსახლეობას და მათი განწყობა, ნიჰილისტური განწყობა და ამბობენ, რომ მათ არავინ არაფერს არ ეკითხება და მდგომარეობა რომ არ გართულდეს, ჯობია რომ ისევ ჩუმად წყნარად იყვნენ, არ შეუერთდნენ მიმდინარე პროცესს, თუმცა ის რაც ხდება რუსეთთან მიმართებით არ აწყობთ, მაგრამ ხმას თუ ამოიღებენ, მათ აქვთ იმის განცდა, რომ დაიჯებიან სხვადასხვა კუთხით, ისინი არიან დასაქმებულები სხვაგან, იღებენ შემწეობას, აი ამ ადამიანების მიმართ რა იქნება შენი მესიჯები მალხაზ? ხო და რეალურად ცხოვრობთ აი ამ სიტუაციაში ზუსტად. ქართულმა ოცნებამ მოიტყვა, რომ არსებობს ომის საფრთხე, რომელსაც ის მართავს. ან ნახეთ, პროპაგანდა კარგად რატომ მუშაობს, იმიტომ რომ მასში არის სიმართლის ელემენტი. როდესაც ხარ რუსეთის მეზობელი, ის რომ ვიღაცამ თქვას, რომ ომის საფრთხე არსებობს, არასდროს ტყუილი არ იქნება. რუსეთია მართლა სულ გაღიზიანებულია, არაფერი გაღიზიანება მას დამატებით არ ჭირდება. სულ გაღიზიანებულია, სულ ომი უნდა, რა ვიცი, ზელენსკის რო ირჩევდნენ. ზელენსკი არჩევნები, როდესაც ტარდებოდა უკრაინაში, პროდასავლური მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ზელენსკი მიაჩნდა ადამიანად, რომელსაც უნდოდა უკრაინა დაექვემდებარებია რუსეთისთვის. იმდენად დამატბობელი რიტორიკა ჰქონდა წინასაარჩევნო ჯერ კიდევ ზელენსკის და ეს ზელენსკი არ დაგვაუწყდეს, არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიღებული არის რუსულ სივრცეებში, როგორც იუმორისტი. 2000 ეხანდელ ზელენსკიზე არ ვსაუბრობ, მაშინდელზე ვსაუბრობ, როცა მას ირჩევენ. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ადამიანი ძალიან მიღებულია, ყველასთან მიესწრება, ყველა ოლიგარქთან, ყველა ტელევიზიასთან, ყველა პოლიტიკოსთან და ასე შემდეგ. და ის ვერ ახერხებს ურთიერთობების დალაგებას. ან 2022 წელს ზელენსკის 2008-ზე ხუსიგიჟეებს ამბობენ, 2022-ში ზელენსკი უარ შეჭრილა რუსეთში. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ამ ომისთვის უკრაინა არ ემზადებოდა, რომ მე ვიღაცას არ ეთქვა, რომ უკრაინა ომისთვის რო ემზადებოდა, ამიტომ დავესხით თავსო. ხვდებით, ანუ სიგიჟია, ეს არის ზუსტად იგივე რიტორიკა, ქალს რო სექსუალურად შეავიწროებენ და ალბათ მოკლე კაბა ეცვალან, სულ ვიღაცა ამორალური ადამიანი, სულ იპოვის მიზეზს, სვერპლი დაადანაშაულოს. ქართული ოცნება რაც აკეთებს, არის რომ გვაცხოვრებს ტყუილში, რომ აი ამ მშვიდობას, რომელიც მისგან დამოუკიდებლად არის ჩვენ ქვეყანაში, არაფერი კვეთა ამ მშვიდობას ქართულ ოცნებას არ არის. იმიტომ რომ რუსეთს ომი რომ დომოდა, ომი იქნებოდა და მას მართლა ანრი ოხანაშვილი სუსი ვერ გააჩერებს. ამ მშვიდობის მანტიით იმოსება თვითონ როგორც დამსახურება, რომ მშვიდობა აქვს და ადამიანებს ეუბნება, რომ მე თუ არ ვიქენი, ყველა სხვას უნდა ომი. ან ნახე რას აკეთებს, ერთ ტყუილს ამბობს, რომ ჩემი დამსახურებაა და მეორეს ამორალურ ბრალდებას უყენებს ყველას მათ შორის აი ჩვენნაირ ადამიანებს, დევნილებს, ნაომარ ხალხს, ასე შემდეგ, ანუ ადამიანებს, ვინაც მართლა იცის ომი რა საშინელებაა, ხო? ამ ადამიანებს უმძიმეს რაღაცებს აბრალებს და ამ რაღაცა გამოგონილ შიშში აცხოვრებს ადამიანებს. და მე რა მესიჯიც მექნებოდა ამ ადამიანებისადმი არის ის, რომ ხო, ომის საფრთხე რეალურია თუ არა, ომის საფრთხე რა თქმა უნდა რუსეთია. ხან მეტად რეალურია, იმიტომ რომ უფრო ძლიერია და ცალია შენთვის, ხან ნაკლებად რეალურია, იმიტომ რომ უკრაინაში ომს და არ ცალია შენთვის. მაგრამ რუსეთი სულ იქ არასდროს არ იქნება ოკეანი. თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს რაც უნდა უთხრათ მუდმივად არის, რომ იმისგან დამოუკიდებლად რუსეთი რას აკეთებს, შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო, რომ თუ ვაიდა საშინელება მოხდა, მარტო არის ქართული ოცნება იბრალებს, რომ მშვიდობის გარანტი ვარო და გვტოვებს აბსოლუტურად შიშველი ხელები. ერთთან, რომელსაც მართლა გაღიზიანება არ ჭირდება, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც საშინელება გაკეთოს. შეიძლება ქვეყანაში საერთოდ საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებისგან დამოუკიდებლად ისეთი რაღაცა მოხდეს, რაც გაგიბრაზდება. გახსოვთ ერთხელ აქციების გამო, იმის გამო, რომ გავრილოს დახვდა პროტესტი, როდესაც ის სასტუმროში მიდიოდა, ამის გამო ფრენების შეჩერება გადაწყვეტეს. ხვდებით რაზეა საუბარი? შეუძლებელია საკუთარი ქცევა ისე მართო, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს. შენ რაც შეგიძლია გააკეთო არის, რომ მარტო არისო და ქართული ოცნება რასაც აღწევს ამ თავისი ომის პროპაგანდით, ომის შიშის პროპაგანდით არის ის, რომ მარტოს გვტოვებს, ძალიან მოწყვლადებს, ძალიან დაუცველებს მტერთან, რომელიც სულ მტერი იყოს, სულ მტერი იქნება, განსაკუთრებით სანამ ვლადიმერ პუტინია, ხო? და მისი მართვა აი ამ რაღაცა რიტორიკით, რომ მე ახლა დღეს კარგად ვიქცევ და მიშა სააკაშვილი ჩავიდა და ასეთი ლამაზი თვალები არ მინახავსო, ლამის ასეთი განცხადებით გამოვიდა, ხო, პუტინთან შეხვედრიდან. არ არსებობს კარგად მოქცევის ფაბულა, რომელშიც შენ ჯდები და რუსეთი თავს განებებს და შენ მშვიდად ცხოვრობ. არის
ერთი გზა არის, რომ სრული დესახელმწიფოებრივიზაცია გააკეთო. ხო რაღაცა დეინსტიტუციონალიზაცია, დაშალო სახელმწიფო, აქციო ბელორუსად, ჩეჩნეთად, ასე შემდეგ რუსეთის უკანა ეზოდ, რა შემთხვევაშიც მას გაფორმებული მოსაზღვრული და თავისიანი ყავხარ და თავსგანებებს, ხო, თუ ოდნავ ღირსეული, ოდნავ თავისუფალი, ოდნავ დამოუკიდებელი რაიმე გინდა ააშენო, შენ უკვე ბუნებრივი მტერი ხდები რუსეთისთვის, იმიტომ რომ ახასიათებს ეს თავისუფლებას და დემოკრატიას და კეთილდღეობას, რომ მას აქვს გადაღვრის ჩვევა, თუ თვისება, რომ თუ აქ დემოკრატია შედგა, ის გადაედება სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ეს დაინახავენ ადამიანები მოუნდებათ დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო თავისთავად საფრთხეა. ანუ თუ რუსეთი არ გინდა რომ შენი მტერი იყოს და მისგან ომის საფრთხე გინდა რომ არ არსებობდეს, მაშინ არ უნდა არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ოღონდ ამ შემთხვევაში უბრალოდ რუსეთთან ომის საფრთხე არ არსებობს. თორე მოკიდებენ ხელს და როგორც ადრე წაუთრევიათ ქართველები ავღანეთში, ისე წაათრევენ საომრად თავის სხვადასხვა ფრონტზე. ანუ ეს მშვიდობის გარანტია არის, რომ ბომბი არ ჩამოვარდეს ხაშურში. თორე იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დაიბადებიან მშვიდობა სანამ ესეთი რუსეთი არსებობს, ჩვენს მეზობლად ამისი გარანტია არ არსებობს. და ჩვენ ცხოვრობთ ვითარებაში, როცა ან გვაქვს არჩევანი, რომ რუსეთის უკანა ეზოდ ვიქცეთ და ვიხოცებოდეთ რუსეთის ომებში, როგორც ნახეთ, ხო, აგერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების გამართლება აფხაზი მოქალაქეებისთვის, როგორ გააკეთა რუსეთს, რატო გააკეთა, ხო, რომ მე იმათ გაწევა შეახოს და ომში წაიღო. ერთი სცენარი არის, რომ ხდები უღირსი, არაფრის მაქნისი, არათავისუფალი, ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი თავს არ დაგესხმება, უბრალოდ თავის ომში გაომებს და მეორე გზა არის, რომ რუსეთი სულ შენთვის საფრთხეა. და ამ ვითარებაში ქართული სენატის საკითხებს არის, რომ სარგებლობს მისგან დამოუკიდებელი მშვიდობით, რომელიც ამ ქვეყანაში დგას და ამაში იწერს რაღაცა ქულებს და ამის თანაცვლოდ სრულიად მარტოს გტოვებს იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც არსად არ წასვლა. დიახ, აი ამ საფრთხეებზე მინდოდა სწორედ დასასრულს გვესაუბრა და შეგვეჯამებინა ერთგვარად მალხას. ეტაპები, რაც გავიარეთ მაგალითად 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ღიად გამოაცხადეს, რომ ურთიერთობის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე წყვეტდნენ, მაგრამ ჩვენ აი ამ მოკლე ხანში დავინახეთ გარკვეული საფრთხეები, რაზეც გვინდა ახლა რომ მაყურებელს უფრო დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია. იგივე აი სუსი ვახსენეთ და სუსის შემადგენლობაში და გადასვლა დაზერვის სამსახურისა, რომ შეუერთდება სუსს და რეალურად იქნება ეს პოლიტიზირებული ინსტიტუტი, ხო? აი რას მივიღებთ, ეს რას გვეუბნება აი ეს ნაბიჯი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან? მე რაღაც საკითხების პოლიტიკურ შეფასებას მოვერიდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ სწორედ სუსის გამოყენებით მათ შორის ჩვენ ჩავატარეთ, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არ არის რომელიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, ეუთო ოდირის დასკვნები, რომ ნებისმიერმა ჩვენმა მაყურებელმა ნახოს, აღმოაჩენს, რომ ეუთო ოდირს ამაზე კრიტიკული დასკვნა არ დაუწერია 13 წელია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ეს ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, მინიმუმ. მე თუ მკითხავთ, ამაზე ცუდი არჩევნები ჩვენ 2008 წლის მერე არ ჩაგვიტარებია, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად კიდევ უფრო ცუდია. ხო და ეხლა ვართ ამ ვითარებაში, რომ ეუთო ოდირის დასკვნებს თუ ვნახავთ, შევხედავთ, რომ მხოლოდ გაუარესება გვაქვს იმაში, როგორი არჩევნები ტარდება. ამის პარალელურად ხედავთ ჩვენ რუსული ყაიდის კანონების მთელ ცხებას, რომელსაც ვიღებთ და დაწყებული ეგრეთ წოდებული ფარათი ამერიკული კანონის ასლიაო, რადგან ამბობენ, დაწყებული რუსული კანონით, რომელიც ჩარშანი მიიღეს, დამთავრებული ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივების კანონით, რომელიც წელს მიიღეს. ხო, შეგახსენებთ, რომ ეს ადმინისტრაციული პატიმრობა თვითონ შეამცირეს, ან თვითონაც როდესაც ხელისუფლებაში მოსულები იყვნენ და ჯერ არ ჭირდებოდათ რაღაც ავტორიტარული მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად ანტიდემოკრატიული კანონები თვითონ მიღწევა დასაღებდნენ, რომ დიახ არ შეიძლება აქციის მონაწილე ამდენი ხნით ჩასვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში და ეს ამდენი არ უნდა იყოსო თვითონ დაციეს. ეხლა თვითონ აციეს ზემოთ. ეს ხო საკუთარი გაკეთებულის უკან წაღება არის. და ეხლა ხედავთ შეუქცევად გზას, რომელსაც ისინი ადგენან რუსული ყაიდის ავტორიტარიზმის დამყარებისაკენ. ოღონდ განსხვავებით რუსეთისგან, განსხვავებით ბელორუსისგან, განსხვავებით რუსეთის მეზობლად ყოფის სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოებისაგან, საქართველო
არ არის მაგალითად რესურსულად მდიდარი. ანუ თვინმეს აქვს მოლოდინი რომ რუსეთში რაღაცა ნაწილი ელიტას მიეკუთვნება და საქართველოში ამ ელიტაში მოხვდება, საქართველოში ამ ელიტაში მოხვდება კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ რესურსულად ვართ, კიდევ უფრო ცოტა, ანუ პროცენტულად ქართული ელიტა იქნება გაცილებით მცირე, ვიდრე არის რუსული ელიტა. შესაბამისად, ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, არის ავტორიტარიზმის დამყარება და ამ ავტორიტარიზმში მშვიდად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობით ვერავინ ვერ იქნება. მე არ შემეხება ეგონა რამდენ ოლიგარქს, რომელიც რუსეთიდან გაიქცა შემდგომ, ხო? რამდენ ასეთ ოლიგარქს მიწვდნენ გაქცეულებსაც და ზოგს ნოვიჩოკი დაახვედრეს და ზოგს პოლონიუმი დაახვედრეს ქვეყნიდან გაქცეულს სხვადასხვა ადგილებში, ხო? ჟურნალისტებს რას უშვებიან თუ ქვეყნიდან გააღწიეს, იქაც ეძებენ, როდესაც წავიდნენ ქვეყნიდან. ჩვენ უნდა პირველ რიგში გავიაზროთ ეს სურათი, საით მიდის ეს ქვეყანა. დანარჩენი იქ სუს ახალი უწყება შეუერთდება, აქეთ ანტიკორუფციული გამოვა, იქ რაჟდენს რაღაცა უფლებამოსილებები გაეზრდება, აემატება ცხოვური აგენტურის გამოვლენის რაღაცა უცნაური კანონის შესრულება. მოკლედ, ეს დანარჩენი ყველაფერი არის build-ups ეძახიან ხოლმე სპორტული ტერმინი ეგ არის. გოლის გატანამდე, სანამ კომბინაცია დაიწყება, build-ups ეძახიან, აი როგორ ემზადები კომბინაციის დასაწყებას. დანარჩენი ყველაფერი რაც ხდება, არის ეგრეთ წოდებული build-up იმისთვის, რომ საბოლოო კომბინაციით ავტორიტარიზმი დაამყაროს. საბედნიეროდ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მედია აღმოჩნდა წარმოუდგენლად უფრო მედეგი და მდგრადი ამ გამოწვევების წინაშე, ვიდრე მაგალითად იმავე ბელორუსში, იმავე რუსეთში, იმავე ჩვენს არ დავასახელებდა მეზობელ ქვეყნებში. და ჩვენ ვახერხებთ ჯერ კიდე ფართო რეგიონს გულისხმობა რა მარტო თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, არამედ ფართო რეგიონს, მათ შორის შავი ზღვის და კასპიის ზღვის მეზობლებს. და ჩვენ ამ ვითარებაში ვახერხებთ, რომ გარკვეული შეკავება რაღაცნაირად შევძლოთ ავტორიტარიზმის დამყარების ტემპებში. თუმცა ამას რამდენი ხანი მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ცოტა რთული საპროგნოზოა და აი ეს უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ თუ ჩვენ ეს არ შევაკავებთ, ბოლო სადგური იქნება ავტორიტარიზმის დამყარება. ძალიან დიდი მადლობა მალხას. იმედია რომ აუცილებლად იქნება შედეგი და ამისი განცდა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, როდესაც არ ვემორჩილებით აი ამ მათ მიერ შეფუთულ ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონი იქნება ეს თუ არ ვიცი რაც უნდა დაარქვან, ყოველ შემთხვევაში იგივე ფარა რომ ახსენე, თუ კარგად წაიკითხავს და შემდეგ გაანალიზებს ჩვენი მაყურებელი ნახავს, რომ არანაირი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის ეს, რაც მათ დააკანონეს და რომლის ამოქმედებითაც იმუქრებიან. საუბრობდით ომიშიშის პროპაგანდაზე, რომლითაც მანიპულირებენ და მოქალაქეების ტრამვების გაღუძებას ახდენენ იმისთვის, რომ მათ გაუღვიონ შიში და არ ქონდეთ სწორი ინფორმაცია რეალურად ვინ არის მტერი და ვინ არის ამ ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენი სტუმარი იყო ფაქტმეტრის მთავარი რედაქტორი მალხაზ რეხუიაშვილი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.